მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. სახალხო დამცველისა და თანამშრომლობის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვით სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომლებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები გავრცელდება. გარდა ამისა, სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომელი სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებარებიან. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რობინ დანიგანი 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რის მსატყოფნად საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით კი ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები პოლიტიკურ დევნად მიმაჩნია. დადებითი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოს პირობებში. ჩამოვედით, რათა მზია ამაღლობელი გავამხნეოთ. ამის შესახებ წამყვანმა ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც გამოცემა ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღნიშნავს, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში ყავს პოლიტიკური პატიმრები და აუცილებელია მათი უფლებებისთვის ბრძოლა. ძალის დემონსტრირების მცდელობა მიზანი არის საზოგადოება დააშინონ ჟურნალისტები, რათა ხმა არ აიმაღლონ იმ უსამართლობაზე, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ, აღნიშნა ჩიქოვანმა. განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სკოლების სტრუქტურაში პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის გაჩენას ეხება, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სფეროში დაწყებული ტერორის ტალღის გაგრძელებას ემსახურება. ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ განათლების მიღების საყოველთაობა უზრუნველყოს, მოაწესრიგოს სკოლების ინფრასტრუქტურა და კვების საკითხი გადაწყვიტოს, კონტროლის ახალ მექანიზმებს ქმნის. ცნობისთვის, საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინებით რესურს ცენტრის უფროსი მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომლის მოვალეობა პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მოქმედმა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ შესაბამისი ცვლილება მისი წინამორბედის მიერ 2006 წელს გამოცემულ ბრძანებაში შეიტანა. ბრძანებას ალექსანდრე წულაძემ ხელი 12 მარტს მოაწერა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებას ანტიქართულს უწოდებს. მდინარაძის შეფასებით, კალასის განცხადება არის უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში და ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან. არავინ და არაფერი აზიანებს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპის შესახებ წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ბოლო დროს ევროპას. ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ ბიუროკრატებს, როგორებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან, იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან, განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონი გავრცელდება მაუწყებლობის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, რაც შეეხება ონლაინ მედიას. როგორც მდინარაძემ უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება. ასევე უმრავლესობის ხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. ეს აქტუალური იყო შეკითხვა, გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად. არა, ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება, განაცხადა მდინარაძემ.
ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის ევროპის დროშით წინააღმდეგობასა და არ შეიწყალა მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპის დროშა საქართველოში პირველად აღმართა. ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩაბამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საზღვრის უკანონო ტკვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ბოკუჩაბამ აღნიშნა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილი, რომ შეეწყალებინა დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა. ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აკვეთა მიესაჯა, თუმცა ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აკვეთა 12 წლის ვადით განესაზღვრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალობლიშვილის დავალებით აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი იმერეთის სამეგრელოს ზემო სვანეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების ობიექტებს ესტუმრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო. რამდენიმე ლოკაციაზე შეკეთდა სასმელი წყლის მილები, დაბა ჩაქვის კომპაქტურ დასახლებაში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით დაიწყო ქობულეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ასევე გამოიკვეთა პირადი საჭიროების სხვა საკითხები. ქუთაისში ბიზნეს ინკუბატორის ბაზაზე არსებულ საწარმოში დასაქმდა 3 ადამიანი. გაიცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება და უახლოეს პერიოდში ბენზის დასახლებაში მცხოვრებ ქალბატონ სპეციალური საჭიროების გადასაადგილებელი ეტლი გადაეცემა. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინას ომის წელს დასრულება სურს და ელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ თუ ის უარსიტყვის უკრაინელები მზად არიან წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა: "გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება, ჩვენ ყველას ეს სტრატეგიული მიზანი გვაერთიანებს. მივაღწიოთ სამართლიან ყოფილის მომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას, ველით, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას", განაცხადა სიბიგამ. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რათა მსოფლიო ასპარეზზე სხვა აქტორებმაც არ იმოქმედონ ისე, როგორც რუსეთი მოქმედებს. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ერთი სტრატეგიული ტერიტორია ვერ დაიკავა. პუტინი და ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა: მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარკვეული დისკუსიები ნამდვილად შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა. მოლაპარაკებები სტამბოლშიც გაიმართა და ადრე პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარიც იყო, მაგრამ სხვა უამრავი შეკითხვა არსებობს. მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ. ეს ყველაფერი პრეზიდენტმა უნდა განიხილონ, განაცხადა პესკოვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.